საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე დაკავებულია 2 პირი, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულების მიერ წინასწარ შემუშავებული სქემით ნორვეგიიდან ყაზახეთის მიმართულებით ტრანზიტის რეჟიმით მოძრავი დალუქული 2 ტრაილერიდან განხორციელდა 1,144,716 ლარის ღირებულების თევზის საქართველოში გადმოტვირთვა, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ცარიელმა ტრაილერებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვეს აზერბაიჯანის მიმართულებით. საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტების თანახმად თითქოს ხდებოდა ხსენებული თევზის ტრანსპორტირება. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის 2 და 3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.